ეხლა რა სიტყვი? კი ბატონო, საღამოშვიდობისთან გამოსალმებით თქვენ სტუმრებს, ასევე ტელემოყოლებს. უკაცრავად არის მის ბატონი უკრის ხმა, თუ შეიძლება? არის მის ჩემი ხმა? კი ბატონო. დიახ ბატონო. თუ ის მის ახლა ბატონო თენგა. თავიდან რა თქმა უნდა მეც ახლა როდესაც ეს ინფორმაცია გავიგე, პირველი რაც მომიძ თავში ვიხუმრე, რომ ალბათ მარიხუანას მოსავალი აიღეს მეთქი, მაგრამ რახან ეს თემა თქვენამდე მოვიდა უკვე, როგორც ჩანს, მაინდა-მაინც სახუმარო და ღიმილის მომგვრელი. ვფიქრობ, რომ აღარ არის ახლა, როცა გირჩმა თავიდან მათი შექმნის დღიდან დაიწყეს საუბარი ეკონომიკაზე, გაცილებით სოლიდურად გამოიყურებოდნენ, როცა უნდათ რომ ეს ნიშა დაეკავებინათ და შემდეგ, როდესაც გადავიდნენ ისინი მარიხუანას დათესვაზე და მის გაზრდაზე, შეიძლება რამდენიმე ახალგაზრდის გული მოიგეს მაშინ, მაგრამ საზოგადოების აბსოლუტური დიდი ნაწილის ინტერესი დაკარგეს და ახლა მით უმეტეს, როდესაც მათ ეს ხრიკი, პროვოკაცია, თამაში წამოიწყეს ასეთი, მე არ მგონია, რომ შეიძლება რამდენიმე ათეული ახალგაზრდა მაინც მიემხროს აი ამ საქმეს, რამდენიმე ათეულია, ბოლო რამდენიმე დღეა ეს ამბავი გახდა ცნობილი და მე მართლა ჩემი თვალით ვნახე ამას თამამად, იმიტომ ვამბობ, რომ გუშინ ვიყავი მარტოფიში, იქ როგორ ვიდიოდენ ახალგაზრდები და ასე მეტი უკვე გავათავისუფლეთო სავალდებულო სამსახურიდან. გავანთავისუფლეთ რას ნიშნავს? გავანთავისუფლეთ საიდან გაანთავისუფლეს? გავანთავისუფლეთ ჯარიდან? აი ეს ცოტა არ მესმის, არ მგონია ეს საკადრებელი საქციელი იყოს, ახლა შეიძლება კანონით მათ ბუნებრივი არა უკადრებელი კადრა დაიცვეს, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს მათი საქმეა, ბუნებრივია, მაგრამ არ მგონია, რომ საზოგადოების ამ შემთხვევაში სიმპათიები მათ დაიმსახურონ და პირიქით მგონია, რომ ცოტა სამარცხვინოც არის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად გავაღვივოთ სამშობლოს გაცდა, რომელიც გაფერმთალებულია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იმას, რომ მოქნილი იყოს გაწვევის წესი და მთელი რიგი ღონისძიებები შეიძლება ამაზე დავხარჯოთ ენერგია და მეცადინეობა და არა ხრიკების მოგონებაზე, თუ როგორ შეიძლება თავი დაიძინოს, რომელიც არაპირებს გადახედოს სავალდებულო გაწვევის კანონს, ბატონ უკრე, აი თინახი და შემა, რომელიც ასევე იქნება ჩვენი სტუმარი, თავის დროზე გააუქმა ეს თავდაცვაში, დიახ. კი ბატონო, მაგრამ ამას ჭირდება ბუნებრივია გაცილებით უფრო ძალიან დაწვრილებითი აწონვა ყველაფერს და მიმდინარეობს ამაზე მუშაობა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. ეხლა სხვა ქვეყნებთან ეხლა ასე უცბად ვერ გავალთ, ეხლა შვეიცარიაში რამდენადაც ვიცი 160 დღეა თუ არ ვცდები და რამდენიმე წელზეა გაწერილი ესტონეთში, გერმანიაში ნებაყოფლობითია ეს, მაგრამ ჩვენ მივალთ აქამდე, მაგრამ ასეთი ხრიკები, რომელიც ახლა მოიგონა ამ პარტიამ, ესეთი მღვდლების კურთხევა და რაღაცა, მე მგონი ბატონო, მოდით ერთი წუთი ზურა ჯაფარიძის კომენტარს მოვისმენ და ისევ დაგიბრუნდებით, ბატონო ზურა, ხრიკები და დაგიწუნათ ხელისუფლების გუნდის წარმომადგენელმა, რა ასეთი რამდენიმე რაღაცას მინდა უპასუხო, რაღაც დიდხანს უჯექი ხაჩუმა და ერთი ეხლა